მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ დარიგებების გარჩევას, მორიგ ვიდეოს და ამჯერად გავარჩევთ შედარებით რომ მაღალი ლიმიტების ვიდეოებს. უბრალოდ ჩვენ მქონდა საკმაოდ მაღალი ლიმიტებიდან რამდენიმე ვიდეო და პრინციპში გამონაკლისი არ იქნება, მაგრამ ესეთი საინტერესო ვიდეოებია წეგან ჩავრთე და კარგად ვერ დავინახე რა მოხდა, ძალიან ჩხარა იყო, ეხლა კადრს შევანელებ და ისე ჩავრთავ. მაგრამ რაღაცა საინტერესო დინამიკა იყო. მართალია, ამ დარიგებებიდან რამდენიმე მე მგონი ჰეძაფია, ნუ ერთი რომელიც ახლა მე წეგან ჩავრთე ჰეძაფი იყო და ეს არის. ხო, ეს სპოილერი გამოვიდა. ხო, არა უშავს. თავიდან ეგრე ვიდეო ეგრე იწყებოდა. ხო, ამ ვიდეოსაც შეეხება ეხლა ორი რეგულარისის მაქვს დარიგებები მაქვს ეს Hello Prince-ი, რომელიც ერთი ვიდეო უკვე დევს ამ მოთამაშის დარიგებები განვიხილე და მგირჩევთ გავუწევდი რეკომენდაციას, კარგი ვიდეო გამოვიდა ნამდვილად. ამჯერად Soboslay's თუ სწორად ვკითხულობ იმეილს გავარჩევ დარიგებებს და ხო, ცალსაკე გავაკეთებ. შეიძლება ეს 4 ვიდეო პატარა გამოვა, მაგრამ მთლიანად ერთად ორივე არ გამოვა, იმიტომ რომ აქ ბევრი დარიგებებია და არა ვქოს იყოს პატარა ვიდეო, სამაგიეროდ ისეთი ალბათ საინტერესო დარიგებები იქნება, ნო? უბრალოდ შემთხვევაში საინტერესო დარიგებები გვაქვს ხოლმე. კარგი. ხო, რა მინდოდა მე თქვა? პრინციპში მეტი არაფერი. ხო, Hello Prince-ის ერთი დარიგებების გარჩევის ვიდეო დევს მეთქი, გავუწევდი მეთქი რეკომენდაციას და მეორეც დაიდება რა. ჯერ ეს გავარჩიოთ. კარგი, ესე იგი გვაქვს NL 1000, სავარაუდოდ, ხო, NL 1000 გვაქვს და small blind-დან გვაქვს. ხო, იმას ვაკეთებდი, ხო, ცოტა შევანელო მეთქი. აქედან ნელდება, მოდი აი 75%-ზე დავიყვანოთ. კი ბატონო, ესე იგი, offer raise call-ი 64-იანი. ხო, ეს ჰეძაფი არის. ჰეძაფებზე მე უკვე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი ჩემს ვიდეოებში, ეხლაც გავაკეთებ, რომ ჰეძაფებს აქვს განსხვავებული სტრატეგია six max-ებისგან, ანუ six max-ებზე რომ small blind-ი, big blind-ი წინააღმდეგ არის section-ი. იგივე არ არის რაც ჰეძაფი, იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი small blind-ი არის პოზიციაში და ეს არსებითად ცვლის სიტუაციას, ვინაიდან six max მაგიდაზე small blind-ი, big blind-ს შედარებით უფრო აკურატულად უწევს, იმიტომ რომ უპოზიციოდ უწევს მისი დაგდეკ თამაში. აქ small blind-ს პოზიციაში უწევს თამაში და შესაბამისად უფრო ბევრად ლიბერალურად უწევს. აი ამ ჰენდსაც ახლა 64-იანს ვხედავთ. როგორც წესი ჰეძაფებზე, აი ყველაზე ტაიტი რეინჯი offer raise-ის small blind-ზე, ანუ ბატონზე რა ამ შემთხვევაში, ემთხვევა ერთმანეთს small blind და ბატონი, არის ხოლმე 75%, რამდენადაც ახლა მე მაქვს ანახი ზედაპირულად შედარებით რაღაცა ჰეძაფის თემატიკის ვიდეოები. შედარებით ტაიტი რეინჯები არის ხოლმე 75% და შედარებით ლუზი რეინჯები 100%. ანუ არის, ასე ვთქვათ, სტრატეგია, რომელიც 100%-ს ან ნებისმიერ any-ს არ რეიზებს, მინ რეიზით, ესეთი სტრატეგიაც არის ჰეძაფ გათამაშებებში. ამ შემთხვევაში მე მგონი ესეთი სტრატეგიასაც არ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ 2.5 ბლაინდით რახან გაიხსნა ჩვენ გმირი სავარაუდოდ 100%-ით არ უნდა იხსნებოდეს, მაგრამ 64-იანი თუ ვიხემძღვანელებთ, რავი, მინიმუმ 90%-ს მაინც უნდა იხსნებოდეს, ან უფრო მეტს. აი მოდი უბრალოდ ნახოთ. ნახოთ აი 64-იანს რომ მოიცავს, ხო, აი ხა ამ შემთხვევაში მაგალითად აი ამ შემთხვევაში 82%, ну მინიმუმ 82% მაინც უნდა იხსნებოდეს რა. დაახლოებით ეგეთი რამეა რა. ან შეიძლება დავუშვათ 100% იხსნებოდეს, მაგრამ 100% შემთხვევებში არა, დინამიკიდან გამომდინარე, რაღაც შემთხვევებში ყრიდეს, რაღაც შემთხვევებში არა. ეგეთი სტრატეგია შესაძლებელია, ანუ დინამიკა ჰეძაფებში არის განსაკუთრებით გახურებული და ხო. გავაგრძელოთ. 1/13, ანუ პოზიციაში აბსოლუტურად ჯერჯერობით ყველაფერი აბსოლუტურად სტანდარტულად მიდის რა. ჩეკი მიიღო, 1/13 გადის შალბორდზე, ამას რავი ჩვენც ესე ვაკეთებთ, მაგრამ აქ check raise-ია. ერთი შეხევით ახლა check raise-ზე გადასაყრელია ეს 64-იანი, მაგრამ ეს დარიგება აქ არ გვექნებოდა ეს რომ ესე მომხდარიყო. და უკვე გავაგრძელოთ აი IQ პლუსი, კი არა, IQ 200 პლუსი დარიგება. უკვე დაკომენტარება ამისი ჩემი მხრიდან უკვე აღარ იქნება ადვილი. ნუ დაატრიბეთა. იმან დააფორბეთა. და ხო, 5-ბეთი გააკეთა.
და იმან 5-ი დაქოლა როგორც ვიხდი, ხო? არა მოიცადე. აი არ ჩანს კარგად, შევანელე კადი, მაგრამ მაინც არ ჩანს. თავიდან აბა ერთოდით. გვაქვს ბეთი, რეიზი, 3-ბეთი. მე გვაქვს 4-ბეთი, აქედან გვაქვს 5-ბეთი, იქიდან გვაქვს 6-ბეთი, ხო? გასაგებია. აჰა, ესე იგი მე-6-ბეთი გააკეთა ოპონენტმა. და აქედან მიიღო call-ი. 6-ბეთის call-ი. ეფექტური სტეკი დარჩა უფრო ნახევარი ვიდრე პოტი, ანუ SP არის 0.5. ამაზე გვილაპარაკია ჩვენ ვიდეოებში, განსაკუთრებით მათემატიკის ვიდეოებში, ვისაც არ გაქვთ ნახი, გირჩევთ უყუროთ. აბა თერზე რა ხდება? თერზე მივიღეთ ძალიან პატარა ზომის ფსონი 20% დაახლოებით პოტის დავქოლეთ და რივერზე ალბათ ჩეკის წინააღმდეგ ნუ აქ ფუშის გარდა რა თქმა უნდა სხვა გამოსავალი უკვე ანუ ჩვენს გვერდს არა აქვს, იმიტომ რომ 6-იან 6-იან ჰაიზე ვერ წაიღებს რა თქმა უნდა და დაფუშა. არა, ეს ფუში გასაგებია, ეს ფუში ყველანაირად გასაგებია. ხო, ძალიან რთული დარიგებაა. ალბათ, ეხა floppy section-საც შეეხება, ხო? აი მე ესეთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო, რომ როცა ოპონენტმა გააკეთა C-ბეთი და C-ბეთზე დაურეიზეს და ამან დაატრიბეთა, სავარაუდოდ მოწინააღმდეგეს, ანუ 3-იანით 4-ბეთი არ უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ როცა ეგეთ ექშენს გაძლევს ოპონენტი, შენ გინდა რომ დავუშვათ ოპონენტის რეინჯში ბლეფები დატოვო, ანუ ბლეფები არ გინდა რომ დააყრევინო და აგრესიას იმისდევით ალბათ აღარ გააგრძელებ. ალბათ ეს იყო ჩვენი გმირის, ასე ვთქვათ, თავარი ხელჩასაჭიდი, რომ ალბათ ანუ ნაცებისგან შეზღუდა ოპონენტის დიაპაზონი. რა ვიხა მე ისე ვიჯერლობ რა, ეხა თორე რა თქმა უნდა აქ რა დინამიკა იყო და რაღაცა წარმოქმნა არ მაქვს ეს შორის ამ დარიგების ავტორი ვინც არის იმისი კომენტარი იქნება და ძალიან საინტერესო, მაგრამ ალბათ ეგ იყო რომ ნაცებისგან შეზღუდა, ანუ ოპონენტისგან ისეთი აგრესია მიიღო რომ ალბათ ჩათვალა რომ ოპონენტს რაღაც ნაცები არ ექნებოდა, იმიტომ რომ ნაცებით ყველა ვარიანტში ანუ ბლეფ კეჩზე წავიდოდა და იფიქრა რომ რაღაც ეტაპზე თუ საშუალება მიეცემოდა და დააყრევინებდა რაღაც მაგალითად ვალეტს. არ ვიცი. მაგრამ დარიგება რომ ძალიან ეპიკური არის, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. წავედით შემდეგ დარიგებაზე. აქ ეხლა ჩვენ გვაქვს უკვე შენელებული, თუმცა უნდა შევანელო. მოდი შევანელოთ ისევ. აქ გვაქვს 25-50-ზე, ანუ NL 5000. აქვე აუცილებლად სათქმელია ის, რომ რამხელა ლიმიტებზია ექშენი აჭარაბეთზე, ეს მე სიმართლე გითხრათ ამისთვის ყურადღებას არც არ მიმიქცევია, მე რაღაცა კომენტარები იყო მაგასთან დაკავშირებით და მე მიმაქცია ყურადღება, რომ საერთოდ და ვიდეოები რო გამომიგზავნეს კიდე გამომწერება მანამდე და იქ ვნახე ეს ლიმიტები, რომ ეს ამ ლიმიტებზე იყო ექშენი, ანუ ეს არის ჩვეულებრივი high stakes-ის მაგიდა რა, ანუ ეხა 5000 ლარი დოლარში $2000 დაახლოებით, ანუ ჩვეულებრივი high stakes-ის მაგიდაა, რაც არა თუ ქართულ რუმში, არამედ ბევრ საერთაშორისო რუმშიც არ იხოდება ხოლმე რა, NL 2000 ну, იხოდება ხოლმე ძალიან იშვიათად შეიძლება ეგრე ითქვას, ეგეთ ლიმიტებზე ექშენი. თანამედროვე პოკერში, ანუ ეხა high stakes-ის ექსკლუზივი წაღებული აქვს GG Pokers, ну ხანდახან იხოდება VPN-ზე, Winning Poker-ზე და უფრო ხანდახან კიდე Coin Poker-ზე. რაღაცა ალაგ-ალაგ რაღაცების მოძებნა შეიძლება high stakes-ის მაგიდების რაღაც რუმებში, მაგრამ აი ჩვენს რუმში, ანუ აჭარაბეთზე რო ეს high stakes-ი თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ხალხს მართლა უყვარს პოკერი და მე ვიცოდი, რომ საქართველოში ხალხს უყვარდა პოკერი, მაგრამ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა. განსაკუთრებით დიდი მტკიცებულებაა კიდევ ტურნირები, რომლებიც ტარდება, ანუ რამდენი ენთრის აგროვებს ხოლმე რომ ნახავ. ეხლა 100 ლარიანი ტურნირი რო რავი 1000 ენთრის დააგროვებს, ესეთ პატარა რეზერვაციაში უკვე ჩანს, რომ ხალხს უყვარს პოკერი რა. ეს იგივე მოთამაშეა, უბრალოდ სხვა ნიკით არის რა. აქ აჭარაზე ყოფილა, ეგეც შესაძლოა მეც ახლა გავიგე, რომ თორმე შეგიძლია ნიკი შეცვალო. 3 თვეში ერთხელ.
მე არ ვიცოდი ესეთი შესაძლებლობას რა ცოტა რომები იძლევიან ძალიან. ზოგიერთი რომები ნიქსო გააკეთებ, მთელი ცხოვრება არ გაცვლებინებენ იმას. რაც ძალიან პარანოია არის ჩემი აზრით, ანუ შეგაცვლებინებენ, ხა თუ შეცვლა მოგიდა რაღაც განცხადების საფუძველზე რაღაცა ერთხელ, მაგრამ რა პრობლემაა, მაგრამ რავი, რატოღაც ეგეთი პრინციპი აქვს. კარგი, დავიწყეთ. ესე იგი 3.5x რეიზი არის small blind-დან. რაც ძალიან დიდი საიზინგია და x7-იანი თქო ზოგადად კოლი არ არის რა. ეხლა ესეთი საიზინგი, რა თქმა უნდა, big blind-ზე x7-ის დაცვა, მაგრამ ძალიან დიდად სავარაუდოა, რომ აქ არსებობდა რაღაცა ინფორმაცია ოპონენტზე, რომ ძალიან ხელსაყრელი იყო მაგასთან თამაში და მაგიტომაც ალბათ კოლით მიიღო ეგ რეიზი, თორე ხა 3.5x-ი ზოგადად small-იდან ხა ძალიან დიდი არ არის 3.5x-ი ზოგადად 3x-ი არის სტანდარტი 3.5 არის ზოგადად ცოტა გაზრდილი საიზინგი. სხვათა შორის ძველი არის 2012 წლის და 2013 წლის ბაზები რო ნახოთ, აი Red Baron-ი მე მიხსენებია ხოლმე Red Baron-ი აი 3.5x-ით არეიზებდა ხოლმე small blind-დან. სიბეთი ნუ აქ მესამე პარით გააგრძელა. ხმა გავთიშოთ. და ნუ თერზე ძალიან სუსტი ფლეშ რო წავიდა, მაგრამ ნუ საიზინგი ისეთი იყო მოგეცი რომ 1/13 ზოგადად თერზე მეორე ბარელის სახით 1/13 აგრესიის გაგრძელებას მე არ უწევ ხოლმე რეკომენდაციას. ნუ არ აჩვენებს ეს ჯერ ერთი დიდად ოპონენტს ძალას, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან კარგ შანსებს აძლევს რომ ნახოს რივერი და მოკლედ რაღაცნაირი უშინაარსო ფსონი მეჩვენება თენზე რაღაც მეორე ბარელის სახით 1/13-ის გასვლა. ან თუ values მიღება გინდა მაგ შემთხვევაშიც და თუ დაუშვათ რაღაცა fold equity შევხსნა გინდა მაგ შემთხვევაშიც რა. რაღაცნაირად თითქოს არაფერს არ აკეთებს ესეთი ფსონი, რაღაცნაირად ძალიან ნეიტრალური ფსონი არის და პრინციპში მაგის დაკოლვა ამ ხელით აბსოლუტურად ლოგიკურია ჩემი აზრით. რივერზე მოვიდა მეორე წყვილი. რამაც ნუ ეხა იდეაში ოპონენტის range-დან, ანუ ოპონენტმა რა ხელის რეპრეზენტაციას მოახდინა, სავარაუდოდ მაგაზე უკეთესი ხელი უნდა ქონდეს. ორჯერ გამოვიდა 1/13. თავიდან ესე დაიწყო. ესეთი ძლიერად ჩააჭირა პრეფლოპზე, მაგრამ მე ორჯერ 1/13 გამოვიდა. ფლოპზეც ხო 1/13 გამოვიდა, ხო? ხო და ორჯერ გამოვიდა 1/13 და ხო, აქ მე მგონი value-ბეთი გვაქვს. აქ შეიძლება ქონდეს რამე სუსტი ტუზები, ანუ და ტუზიქსები რა, ტუზ 9-იანი ტუზათიანი რაღაც ეგეთი. ან შეიძლება საერთოდ უფრო სუსტი ხელი რამე კაროლ დამაკაროლათიანი რაღაცა ის გავსი. ყოველ შემთხვევაში რაღაცა მსგავს ხელს გვაჩვენებს ოპონენტი რა. ან შეიძლება საერთოდ უფრო სუსტი ხელი რამე 9-იანები, 8-იანები ან რაღაც ეგეთი. ძალიან ისეთი ნეიტრალური საიზინგი აქედანაც, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია და ამაზე მივიღეთ რეიზი. მე ნათქვამი მაქვს ბევრჯერ და კიდე გავმეორდები, რომ რივერზე გაკეთებული ეს ჩეკრეიზები და ზოგადად რეიზები, ხო? არის ხოლმე როგორც წესი value რეიზებია რა. აი 95% შემთხვევებში შეიძლება ითქვას, აი რაღაცა ბაზების ანალიზის და რაღაცა შედეგად დაახლოებით ეგრე ვლინდება, რომ 95% შემთხვევებში არის ხოლმე value. მაგრამ ეხა დინამიკაში, როცა ოპონენტზე არსებობს ინფორმაცია, როცა არის რაღაცა პრეისტორია, იქ გადაწყვეტილება სხვანაირად მიიღება. მარტო სტატისტიკაზე დაყრდნობით არა და შესაბამისად აქ მგონია, რომ ეს დარიგება აქ არ დამთავრდება. მგონია რა ვხედავ, რომ აქ არ დამთავრდება. ოპონენტმა დაუქოლა ოპონენტმა კი არა და ჰირომ ამ შემთხვევაში დაუქოლა და კი ბატონო, წინ აღმოჩნდა. ანუ ეს ტუზათიანი ძალიან ესეთი ოპტიმისტურად არის ჩემი აზრით რივერზე გათამაშებული. უარესი ხელებისგან კოლს მე მგონი არ იღებდა და მანამდე წინა ქუჩებზე კიდე პირიქით ძალიან ასე ვთქვათ ფრთხილად არის გათამაშებული. თერზე გაცილებით უფრო დიდი საიზინგით მართებდა ჩემი აზრით value-ბეთი გაკეთება, როცა ტოპ-წვილი გაქვს, როცა სანაცე პოტენციალის ფლეშ რო გაქვს. ესეთ გადატვირთულ ბორდზე, რავი, 1/13-ზე ბევრად მეტი value-ს მიღება შესაძლებელი და შესაბამისად თერზე გაცილებით დიდი საიზინგი მართებდა და სავარაუდოდ ჩვეულებრივი რაღაცა 3/4 ან overbet-ი ან რაღაც ეგეთია რო გაეკეთებინა რა, დაუშვათ რაღაც ესეთი სტანდარტული რაც არის მიღებული ხო თერზე აი საიზინგები
fold equity-ის შექმნიდა, რაც იდეაში არ აწყობდა უარესი ხელიდან ქოლის მიღება ერჩივნა, მაგრამ ხო, რაღაცა ბედბითებისგანაც დააზღვა. ასე ვთქვათ, ოპონენტს გადასწრება მინიმუმ უფრო ძვირი დაუჯდებოდა რა. იდეაში value bet-ის ლოგიკა ეგ არის. აი, აქაც რაღაც სპოილერი იყო, მაგრამ მე ვერ დავინახე წესიერად და თუ თქვენც ვერ დაინახეთ, უკან გადაახვეთ და არ იქნება სპოილერი. ეხა რა ხდება? NL 1000-ია. ბატონმა გალიმპა, small blind-აც გალიმპა. ვალეთ სამიანი ჩეკი, აბსოლუტურად მისაღებია. და მოდის რაღაც ფლოპი. გაჩოდი რა, გაჩოდი. ფლოპი ჩეკ-ჩეკი ითამაშა ყველამ. ძალიან გადატვირთული ფლოპია ხა ამ ფლოპის მოპარვა დაუშვათ ზოგადად ეხა გაჩოდი რომ მოგივა ლიდი კარგი აზრია გალიმპულ ბანკში დაუშვათ რა მაგრამ ესეთ გადატვირთულ ბორდზე ჩეკი ჯობია ალბათ იმიტომ რომ ძალიან ცოტა fold equity-ია ორი ლიმპერები ძალიან კარგად ედებიან ამ ფლოპს და ძალიან ბევრი წყვილი და ძალიან ბევრი მონოდინე ხელი აქვს და შესაბამისად ამ მოპარვის ცდილობას არანაირი აზრი არ აქვს ავრავდოთ ფლოპზე მაგრამ მე რახან ორივე ჩეკავს რა თქმა უნდა მაგაზეც მე ბევრჯერ მაქვს თქვა რომ როცა ოპონენტები მეორედ ჩეკავენ უკვე turn-ზე თითქმის ავტომატური ბეთი უნდა გქონდეს ყოველთვის აგზელებს არა და ზდის ოპონენტი არეიზებს თან საკმაოდ დიდი საიზინგი თითქმის 5x თითქმის არა 5x რეიზია და ვალეთ სამიანი ვფიქრობ რომ აქ უკვე ძალიან ხშირ შემთხვევაში ამთავრებს თავის ასპარეზობას ყრის მაგრამ როგორც ვატყობ ეს დარიგება აქ არ დამთავრდება იმიტომ რომ აქ არ იქნებოდა ეს დარიგება სავარაუდოდ და აბა რა მოხდა კოლი სამიანი ქსით ეხა აქ რა ხდება თერნი მოდის 4-იანი რომელიც იდეაში ბლანკია, არაფერს არ ცვლის. სტრიტები ისევ სტრიტებად დარჩა. ფლეშები არც იყო ფლეშ დროები და ვერც დაიხურებოდა. და ვიღებთ აი ესეთ ბოდიში დონკბეტს, ხო? იდეაში. ხო ჩვენ გადავარტყით. არა, იმან გადმოგვარ. დონკბეტი არ არის. ანუ ოპონენტი არეიზებს თითქმის პოტბეტს. რავი მე აქ დავყრიდი ამ ვალეთ სამიანს ყველა ვარიანტში. როცა ლიმპერი ეგეთ 5x რეის მიკეთებს turn-ზე და მე რივერზე პოტბეტს, აი რაღაცნაირი საიზინგებზე ჩანს რომ ნუ ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ აქ სხვა რაღაცა მოხდა ამ დარიგებაზე, მაგრამ ნუ ისეთი ძლიერი საიზინგებია რომ ყოველ შემთხვევაში და აქ ფუში კოლი და სტრიტი, ხო? გასაგებია. ანუ ეს არის რა. აჰა. ის მოხდა რასაც ვამბობდი რა. ხო, ანუ ძალიან ძლიერ ხელს გვაჩვენებდა ოპონენტი და ამ შემთხვევაში არ გვეტყუებოდა და ზოგადად ლიმპერების წინააღმდეგ ბლეფი არ არის კარგი იდეა. უბრალოდ აქ შეიძლება რაღაც არსებობდა ინფორმაცია ოპონენტზე გარკვეული და მაგიტომაც ნახეთ ეს დარიგება, მაგრამ საერთოდ როცა ესეთი პასიური მოთამაშეები ანუ value sizing-ებს იყენებენ, როგორც წესი, მართლა value აქვთ ხოლმე რა და პოტბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე value sizing-ი, რაც შეიძლება ვნახოთ. და მეოთხე დარიგება და ბოლო დღეისათვის ქართული ოცნება. აბა წავედით. NL 2000-ია ამ შემთხვევაში. Raise, ტრიბეთი და კოლი. ეს ტრიბეთი აქ ისევ ჰეძაფია და შევა ძალიან სტანდარტული ტრიბეთია კარლ სამიანი რა. მე ნამდვილად არ ვიცი ხა ტრიბეთის რეინჯი იმაში ჰეძაფ თამაშებში. მაგრამ რავი. ნუ ერთი ფერის კარლ სამიანი ძალიან მაღალი ალბათობით იქნება ტრიბეთის რეინჯი. იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი ტრიბეთებია რა 20% და 22% სავარაუდოდ big blinds ექნება ტრიბეთის რეინჯი. ახლა მე როგორ ვხვდები, იმიტომ რომ რაც ერთ 70%-ს იცავს და ახლა იმ 70%-დან კოლი ალბათ იქნება ერთი 45-48% დაახლოებით და ერთი 20-22% კიდე ტრიბეთი და რაშიც მაღალი ალბათობით ერთი ფერის კარლ სამიანი შევიდეს და სხვადასხვა ფერის ალბათ მაინც არა, მაგრამ ნუ დინამიკაში ალბათ ესეთი გადაწყვეტილება
მოიცა ფლოპზე რა მოხდა? ფლოპზე ჩეკი უბრალოდ. ფლოპზე ჩეკი და ჩეკის წინააღმდეგ. თერნზე 1/13, საკმაოდ სტანდარტული. მერე ისევ 1/13 რივერსზე. და მივიღეთ რეიზი. ხო, აქ არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა. აქ მგონი რაღაცა ხა მოხდება, ხო, ფუში იყო. იდეაში ალბათ ამ 1/13-ის ჩანაფიქრიც ეგ იყო რა, რომ რეიზი მიიღო და რეიზის წინააღმდეგ დაეფუშა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რივერზე ცოტა უფრო დიდ საიზინგით შევუდოთ, ანუ იქვე რომ ფსონით ფოლდეკვითი შეექნა და უშუალოდ ეგროზნომებოდა უფრო დიდი რაღაც გავიდოდა რაღაც 3/4-იც, ხო, ანუ ოვერბეტს გავიდოდა. მაგრამ პატარა საიზინგით გავიდა, იმიტომ რომ ოპონენტიდან მიიღო და უშუალოდ რეიზი და იმ რეიზის წინააღმდეგ მერე დაეფუშა და რაღაც ოპონენტი დაერწმუნებინა, რომ მაგალითად თერზე გაფლეშა რა. მაგალითად ეგ იქნებოდა რა. მოკლედ საინტერესო დარიგებები იყო, ნამდვილად საინტერესო დარიგებები იყო. რა შეიძლება ითქვას? მე ამ შემთხვევაში უფრო ხა ვაკომენტარებდი, რა თქმა უნდა, ვინც ითამაშა ეს დარიგებები, იმისგან უფრო საინტერესო იქნებოდა ამ დარიგებების ახსნა. კარგით. აქ დავამთავრებ ამ ვიდეოს. ცოტა პატარა ვიდეო არ გამოვიდა პრინციპში, 20-22 წუთი გამოვიდა. და კიდე იქნება ვიდეოები ერთი რაც მაქვს Hello Princess დარიგებებს გავარჩევ, კიდე ერთი ვიდეო მაქვს გამოგზავნილი ვიდეოს გავარჩევ, ჩემი ვიდეო მაქვს კიდე გადაღებული იმას გავარჩევ და რაღაც ისეთი ჩვეულებრივი რეგულარული ვიდეოც აქვს გემბლინგზე მომზადებული ზოგადად და მოკლედ კონტენტი უახლოეს მომავალში არ მოგვაკლდება. კარგით, აქ დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და აბა თქვენიცით.